ყველაზე გავრცელებული მითები ორსულობაზე. ორსულმა ორის მაგივრად უნდა იკვებოს, ძალიან ხშირია, რომ ეპირებად კვებაზე მისვამენ. სექსი ორსულობის დროს აკრძალულია. თითქმის შევეხეთ ჩვენ ამ მითებს, მაგრამ კიდევ ჩამოვთვლი. ყავა ორსულობის დროს არ შეიძლება. არის ესეთი მითი, კიდე რა? ძირითადად ეს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ორსულობა არ არის რაიმე სხვა განსომილება. არ არის ეს დაავადება, რომ ორსულმა თავიდან ბოლომდე შეიცვალოს თავისი ცხოვრების წესი. დაუკრძალო სექსი ორსულობის დროს. გაძლიერებული ტონუსი ყოველთვის დაადრევი მშობიარობის ერთ-ერთი რისკ ფაქტორია, ამიტომ მე მინდა აუცილებლად საკეისროს. მოგესალმებათ დედების პოდკასტი. დღეს შევეხებით საკმაოდ სენსიტიურ თემას, ეს არის ორსულობა. რა უნდა გავითვალისწინოთ ორსულობის დროს, რა არის მისაღები? ყველა ამ კითხვაზე გვიპასუხებს გინეკოლოგი ნატა შენგელია. ნატა, მოგესალმები. მოგესალმებით. მე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწუროთ ჩვენი გვერდი, დაგვილაიქოთ, დაგვიწეროთ კომენტარები. დღევანდელი გადაცემის სპონსორი არის შვეიცარიული ბავშვის მოვლის ბრენდი Agubé. ნატა, კიდევ ერთხელ მოგესალმები. მოკლედ შევეხებით დღეს ორსულობის გარშემო ყველანაირ თემას. ჩემი პირველი ასეთი კითხვა არის, რომ დღეს ორსულობაზე ძალიან ბევრი ინფორმაცია არის ინტერნეტში. რას უნდა დავუჯეროთ, რა არის მართალი, რა უნდა გავითვალისწინოთ? პირველ რიგში, მადლობა მოწვევისათვის და შევეცდები აქტიურად გავცე ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც თქვენ და ჩვენს მსმენელს აინტერესებს. გეთანხმებით, რომ დღესდღეობით ძალიან დიდი ინფორმაცია, უბრალოდ პრობლემა სწორედ ის არის, რომ რა არის აქედან სანდო, ეს უნდა მივხვდეთ. გოგოები, ორსულები, მომავალი დედები ხშირად სხვადასხვა სახის ფორუმებზე შედიან, ბლოგებს ნახულობენ, იზიარებენ ერთმანეთის გამოცდილებას და გონიათ, რომ ეს ასე უნდა იყოს, ეს ყველასთვის ესე არის. თუმცა ორსულობა ძალიან ინდივიდუალურია და ის, რაც ერთისთვის შეიძლება იყოს ნორმალური, შეიძლება აბსოლუტურად წინააღმდეგჩვენება იყოს დაუშვათ მეორე ორსულისათვის. ამიტომ აუცილებელი არის, რომ ინფორმაცია მოვიძიოთ მედიცინაზე დაფუძნებულ წყაროებში და უპირველეს ყოვლისა ექიმთან, რომელსაც ავირჩევთ. რა თქმა უნდა, ინტერნეტი ძალიან კარგია ცოდნის მისაღებად, მაგრამ არა დიაგნოზისა და მკურნალობისათვის. რა შეიცვალა თანამედროვე მედიცინაში ორსულობის, მართვის ბოლო წლებში, ორსულობის მართვის მიმართულებით ბოლო წლებში რა შეიცვალა? დღესდღეობით ძალიან განვითარდა მედიცინა და ეს აისახება ძალიან ბევრ წინ გადადგმულ ნაბიჯზე. დღესდღეობით გვაქვს ძალიან ბევრი სკრინინგული ტესტები, რომლებიც ორსულობის მართვას კიდევ უფრო უსაფრთხოს და პროგნოზირებაც ხდის. არის ორსულობის დროს შეგვიძლია დავადგინოთ ორსულობაშივე მაგალითად ნაყოფის რეზუს ფაქტორი, შეგვიძლია მოსალოდნელი გართულების რისკი, მაგალითად პრეეკლამპსიის და ეკლამპსიის სკრინინგ ტესტები გვაქვს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენ პრობლემა აღმოვაჩინოთ დროულ ეტაპზე და მკურნალობა გავიაროთ და არა რისკი შევაფასოთ. ძალიან ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი არის, მაგალითად რეზუს უარყოფითი ნაყოფის შემთხვევაში შესაძლებელი არის მუცელში და მკურნალობა და სისხლის გადასხმა და ამითი ნაყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს დღესდღეობით ბევრი ოპერაციის თვითონ ანტენატალურ პერიოდში ჩატარებას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უსაფრთხო ორსულობის და ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების შანსს ზრდის. ძალიან საინტერესო ინფორმაცია. მოდი, მე მინდა რომ ჩავშალოთ თემებად. დავიწყოთ ორსულობის დაგეგმით. რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვგეგმავთ ორსულობას? რით უნდა დავიწყოთ? კი ბატონო, ორსულობა სასურველია, თუ კი ესე შემთხვევით არ დადგება, სასურველია რა თქმა უნდა იყოს დაგეგმელი. დაგეგმელი ორსულობა ითვალისწინებს არა მხოლოდ ორსულობის უკვე გამოკვლევას, როცა ტესტი დადებითია, არამედ მანამდე ორსულობის ადრეული დაგეგმვის ეტაპზე დაახლოებით 2-3 თვით ადრე. სასურველია წყვილი ადრევე მივიდეს ექიმთან, გამოიკვლიოს ყველა სახის ინფექციები, როგორც მამაკაცმა, ასევე დედამ, ასევე შეაფასოს ის ძირითადი ანალიზები, რომლის ნაკლებობაც ორსულობაში შეიძლება გარკვეულ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული. ძირითადი სკრინინგ ტესტები არის სისხლის საერთო ანალიზი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და თუ რაიმე ქრონიკული ისეთი პათოლოგია არის, სასურველი არის, რომ დროულ ეტაპზე მოხდეს მისი მოწესრიგება, რომ ორსულობის დროს უფრო მარტივი სამართავი იყოს ორსულობა. თქვენ გვიამბებთ ანალიზებზე. მე მინდა ყურადღება გავამახვილო ფოლიუმის მჟავაზე. რატო არის მნიშვნელოვანი ფოლიუმის მჟავა და ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ მასზე? ფოლიუმის მჟავა ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი არის ორსულობის დროს. ეს არის ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს ეგრეთ წოდებული ნაყოფში ნერვული მილის განვითარების დეფექტის თავიდან აცილებას. და ვინაიდან ნერვული მილის ჩამოყალიბება ძალიან ადრეულ ვადაზე ხდება, მაგალითად ისეთ ვადაზეც, რომ მაგალითად ორსული უკვე როდესაც ციკლი გადაცილდება და დაადგენს ორსულობას, შეიძლება ნერვული მილი პირველი 2 კვირის განმავლობაში უკვე ყალიბდება. ამიტომ ფოლიუმის მჟავის მიღების დაწყება 2-3 თვით ადრე, ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ძალიან
დიდი საპროფილაქტიკო ღონისძიება არის მსგავსი პათოლოგიის განვითარების თავიდან ასაცილებლად. არის ესეთი ხშირად ისმევა ესეთი კითხვა, რომ აი ასაკობრივი ორსულობა, როდის არის ორსულობა უფრო რთული, რა ასაკში შეიძლება აი რაღაცა ბოლო ეტაპი იყოს ან საწყისი ეტაპი იყოს. დიახ, ორსულობისათვის იდეალური პერიოდი, ზოგადად რეპროდუქციული პერიოდი, ეს არის 20-30 წელი. 35 წლის ზევით მატულობს უბრალოდ სხვადასხვა ტიპის ქრომოსომული ანომალიები, რაც ორსულობის მიმდინარეობა შეიძლება გარკვეულწილად საფრთხეს შეუქმნას. თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ 35 წლის ზევით, თუნდაც 40 წლის ზევით ორსულობა ან არ შეიძლება, ან ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. არა, ძალიან ხშირად ეს ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა ეს ადრეულ ვადაზე, იმიტომ რომ ასაკი გარკვეულწილად ზეგავლენას ახდენს, არა მხოლოდ ორსულობის მიმდინარეობაზე, როდესაც შეიძლება სხვადასხვა ტიპის გართულებები უფრო მეტი სიხშირით იყოს, თვითონ ორსულობის დადგომაზეც და როგორც აღვნიშნეთ, ნაყოფისათვის სხვადასხვა ტიპის ქრომოსომული ანომალიების განვითარებაზე. მოდით დავუყოთ პერიოდებად. პირველი ტრიმესტრი, ავიღოთ. რა არის ნორმალური სიმპტომები ორსულობის დასაწყისში? ორსულობის დასაწყისში ორსულს შეიძლება აღენიშნებოდეს საერთო სისუსტე, ძილიანობა, ზოგიერთი სუნისადმი მგრძნობელობის გაძლიერება, ზომიერი გულისრევის შეგრძნება, თუ ეს არ ამძიმებს, რა თქმა უნდა, გულისრევა და სისუსტე ნორმალურია. კი, საკმაოდ ნორმალური არის, ვინაიდან ამ დროს ჰორმონალური დისბალანსის ფონზე გარკვეული ტიპის სიმპტომები მოდის და თუ ორსულისთვის ეს ასატანია და მის ორგანიზმის, მის ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებზე რაიმე განსაკუთრებით გავლენას არ ახდენს, კი ბატონო, ეს რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს პერიოდი თუ ინდივიდუალურია მაინც? ინდივიდუალურია ეს ორსულობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი საერთო აი ამიტომ ვთქვით ჩვენ რომ ორსულობამდე დაგეგმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რომ მომზადებული შეხვდეს ზოგადად ორგანიზმი, ამიტომ ინდივიდუალურია ვიტყოდი, თუმცა დაახლოებით 10 კვირისთვის უკვე სიმპტომები ორსულს ეხსნება და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად აი პირველი ტრიმესტრი ვახსენეთ, როდის უნდა მივიდეს ქალი, ესე ვთქვათ, პირველად ექიმთან. გაიგო რომ ორსულად არის და რა არის პირველი ნაბიჯი და როდის უნდა მივიდეს, რა პერიოდიდან, რა კვირიდან ესე ვთქვათ. ზოგადად სასურველი არის რომ 6-8 კვირაზე, მაგრამ პირადად მე, ჩემი პაციენტები, როგორც კი მირეკავენ და ენადო ექიმ ორსულობის ტესტი დადებითია, ვეუბნები რომ არა იცით, მოდით დროულად დავაფიქსიროთ ორსულობა და მირჩევნიათ თავიდანვე, როგორც კი ტესტი დადებითი არის, ორსული იყოს ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა ზოგადად სასურველი არის 6-8 კვირის ორსულობის ვადაზე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, გავაკეთოთ პირველი ეხოსკოპიური გამოკვლევა, როდესაც დავადგენთ უკვე რომ ნაყოფი ემბრიონი მოთავსებულია უკვე საშუალოს ნაზღვრში მიმდინარეობს ორსულობა, გულისცემაც შესაძლებელი არის მოვისმინოთ და პირველი სიმპტომების მიხედვით მივცეთ გარკვეული ტიპის რეკომენდაცია. ამიტომ მე ვთვლი რომ ორსულს როგორც კი დაუდგინდება ორსულობა, პირადად ჩემი პაციენტები მაშინვე მოდიან. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ანუ ტესტის გაკეთების შემდეგ დადებითია ტესტი, მოგებულობენ რომ ორსულად არის, თუმცა კეთდება რაღაც დამატებითი ანალიზი, არა ეხოსკოპია, რაღაც სისხლის ანალიზი პირობითად. რა ანალიზია ეს და ანუ როგორ ხდება ზოგადად აი ამ ანალიზით ორსულობის დადგენა? ორსულობის დროს, როდესაც უკვე განაყოფიერება ხდება, ემბრიონი გამოყოფს ქორიონი, ესეთ რომ ვთქვათ, გამოყოფს სპეციალურ ქორიონალურ გონადოდრომის. როდესაც ეს ჰორმონი უკვე სისხლში ჩნდება, ეს აუცილებლად არის ორსულობასთან დაკავშირებული ან არის კიდევ გარკვეულ პათოლოგიებთან, რომელზედაც ეხლა არ ვისაუბრებ და ჩვენ მომავალ დედებს რამე ეჭვის დაკითხვის ნიშნებს არ გაუჩენთ. ამიტომ ზოგჯერ ორსულობის ტესტი, რომელსაც ვატარებ, შეიძლება იყოს ცრუ დადებითი, ანუ გვაჩვენოს ორსულობა, მაგრამ რეალურად არ იყოს ეს ორსულობა. ეს ახასიათებს ბიოქიმიურ ორსულობას, როდესაც დავუშვათ მოხდება განაყოფიერება, მაგრამ იმპლანტაცია და მიმაგრება ემბრიონის არ ხდება. თუმცა, როდესაც ქორიონალურ გონადოტროპინს ვაპარებ და მისი ნიშნულობა უკვე გარკვეულ ზღვარს გადააბიჯებს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ მოხდა უკვე ორსულობა და ეს ტესტი, სისხლის ტესტი ფაქტიურად ითვლება 100%-იანად. ხშირად არის ხოლმე, როდესაც პირველ ტრიმესტრში აქვთ სისხლიანი გამონადენი. რამდენად საშიშია და ნორმა არის თუ არა ეს? ზოგადად მცირე სისხლიანი გამონადენი, როდესაც ორსულობის დასაწყისში იწყება უკვე ჰორმონალური რაღაცა დისბალანსი და რაღაცა ჰორმონალური გარდაქმნები, ასევე იმპლანტაციის პერიოდისაც, როდესაც ხდება ემბრიონის მიმაგრება საშუალოს ნაზღვრში, შეიძლება მცირე მხოლოდ შეითვალოს ნორმად. თუმცა მე პირადად ყოველთვის ვფრთხილობ, როდესაც ჩემი ორსული მირეკავს დაუშვათ და ის სისხლიან გამონადენზე მესაუბრება, მე მაინც ყველა ორსულს ურჩევ, რომ თუნდაც ეს ნორმა იყოს ეს სიმპტომი, მაინც აუცილებლად გაიარეთ და ჩააყენეთ თქვენი ექიმი
ყურადღების ცენტრში და მან აგიხსნათ, რომ ეს არის ნორმა და არ არის საშიში. სკრინინგები და ანალიზები. დიახ. მინდა შევეხო ამ თემასაც, ზოგადად თანამედროვე გაიდლაინებზე დააყრდნობით, რა არის პირველი ტრიმესტრის სკრინინგი ეს? დიახ, პირველი ტრიმესტრის სკრინინგი ეს კეთდება ეხოსკოპიურ სკრინინგს გულისხმობთ სავარაუდოდ, რომელიც რუტინულად უტარდება აბსოლუტურად ყველა ორსულს. და ეს არის 11-13 კვირაზე ორსულის გამოკვლევა ეხოსკოპიურად, როდესაც ჩვენ ვიკვლევთ კისრის ნაოჭს. ეს არის ძირითადად გენეტიკური პათოლოგიების და ძირითადად დაუნის სინდრომის ერთ-ერთი გამომხატველი. ვერ დავარქვევთ ამას, რომ სკრინინგი, იმიტომ ქვია, რომ თუ კი დადებითი არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად არის, უბრალოდ უფრო მეტი ყურადღება და უფრო მეტი სხვა ტესტით გადამოწმება ხდება ასეთ შემთხვევაში. ასევე კეთდება ეგრეთ წოდებული ორმაგის სკრინინგ ტესტი, რომელიც ასევე მიმართულია ნაყოფის დაუნის და ზოგიერთი გენეტიკური პათოლოგიის გამოსავლენად და ეს სასურველია ჩატარდეს 11-13 კვირის ვადაში. კითხვა მაქვს ესეთი, რა არის NIF ტესტი და ვის ჭირდება ამის გაკეთება? NIF ტესტი არის ძალიან მაღალ მგრძნობელობის ტესტი, როდესაც მაგალითად ეხოსკოპიურ კვლევაზე გამოვლინდება გარკვეული ტიპის რაღაც გადახრა, თუ კი სესნეოჯი გარკვეული წილად უფრო მეტია იმ ნორმაზე, რაც დასაშვები არის, ასეთ შემთხვევაში გადავდივართ უფრო ზემგრძნობიარე ტესტებზე და NIF ტესტი გამოირჩევა ზუსტად აი ასეთი მაღალ მგრძნობელობით. ზოგადად ჩვენ NIF ტესტს ვნიშნავთ, როდესაც არის 35+ ასაკი ან პაციენტს რაიმე გენეტიკური ანამნეზი აქვს დაუშვათ წინა შვილთან მიმართებაში ან უახლოეს ნათესავებში არის რაიმე გენეტიკური დარღვევა, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ურჩევთ NIF ტესტის ჩატარებას. ანალიზი კეთდება სისხლის ანალიზით, დედის ანალიზით და ანალიზს აქვს უნარი, რომ დედის ანალიზიდან გამოარჩიოს ნაყოფის გენური, ანუ DNA მასალა და შეისწავლოს მასში ქრომოსომული პათოლოგიები. მგრძნობელობა, როგორც გითხარით, არის საკმაოდ მაღალი და ამ ტესტს მოყვება კიდევ ის, რომ აი ამ ტესტით შესაძლებელი არის ნაყოფის სქესის განსაზღვრაც. აი თქვენ აღნიშნეთ, რომ 35 წლის ასაკიდან ხდება, უფრო დაბალ ასაკზე არ ხდება ტესტის გაკეთება თუ ანუ მოთხოვნის სამებრ არის? 35 წლის ასაკი, ვინაიდან რისკი უკვე მომატებულია ნებისმიერი ტიპის ქრომოსომული ანომალიებისა, ყველას ვურჩევთ. თუმცა ექიმი ვალდებულია ნებისმიერ ორსულს აუხსნას ამ ტესტის არსებობის და შესაძლებლობის შესახებ და შემდეგ უთხრას რა შემთხვევაში რა რისკ ჯგუფებში არის რეკომენდირებული. ზოგიერთი ორსული მეტი სიმშვიდისთვის თვითონვე თანხდება აი ამ ანალიზის ჩატარებას, უბრალოდ ის ინფორმირებული უნდა იყოს ამაზე, თუმცა ადრეულ ასაკში, ვინაიდან ნაკლებია სხვადასხვა ტიპის ქრომოსომული ანომალიების რისკი, ნაკლებად ინიშნება ექიმების მიერ. რა არის გესტანციური დიაბეტი და ზოგადად როგორ ვამოწმებთ ამას? გესტაციური დიაბეტი ეს არის შაქრიანი დიაბეტი, ჩვეულებრივად, რომელიც ვითარდება ორსულობის დროს. ძალიან ხშირად ეს ტესტი კეთდება სისხლის ანალიზით, როდესაც ვიკვლევთ სპეციალურ ტესტს, გლუკოზ ტოლერანტობის ტესტით კეთდება ეს ანალიზი და თუ კი ის აღმოჩნდება დადებითი, ანუ იმ ნორმას გადააცილებს, მაგალითად 140 არის ესე პირობითად აღებული, ორსული არ უნდა შეშინდეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ამის დარეგულირება ხდება კვების რეჟიმის დარეგულირების ხარჯზეც კი. და რაც მთავარია, როგორც კი ორსულობა დამთავრდება, ძალიან ხშირად 4 კვირაში გესტაციური დიაბეტი ჩვეულებრივ ნორმას უბრუნდება. თუმცა აუცილებლად მართვა სჭირდება, თუ კი გამოვლინდება ორსულობის დროს, იმიტომ რომ შეიძლება ნაყოფის მხრივაც გამოიწვიოს გარკვეული გართულებები. აი თქვენ კვება ახსენეთ და მინდა რომ ამ საკითხსაც შევეხო, ცხოვრების წესი ზოგადად ორსულობაში ყველამ ვიცით რომ ძალიან იცვლება. და აი ყველაზე დასმული კითხვები არის პირობითად რისი მიღება შეუძლია ორსულს და რისი მიღება არ შეუძლია. რაში უნდა შეიზღუდოს თავი და რაში არ უნდა შეიზღუდოს თავი. კი ბატონო, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც ვრცელდება როგორც ორსულებზე, ასევე არაორსულებზე. პირველ რიგში ის, რომ ორსულმა აუცილებლად უნდა იკვებოს გადამეტებულად და ორისმაგერ, ეს რა თქმა უნდა არასწორი არის. ორსულმა აბსოლუტურად დაბალანსებულად უნდა იკვებოს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ორსულობა არ არის რაიმე სხვა განსომილება. არ არის ეს დაავადება, რომ ორსულმა თავიდან ბოლომდე შეიცვალოს თავისი ცხოვრების წესი. არა, ის მან უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივად, უბრალოდ დაბალანსებული კვება. გამორიცხვა ფასტ ფუდი, რა თქმა უნდა, ტკბილი გაზიანი სასმელები, ბევრი ვიტამინებით მდიდარი საკვები, ყორცი, შეგვიძლია არა. არც ერთი საერთაშორისო რეკომენდაცია არ გძალავს ყავის მიღებას. დღეში 200 მგ კოფეინი, 1 ფინჯანი ყავის მიღება აუცილებელი. სპორტის აუცილებელი არ არის, შესაძლებელია. სპორტის მიმართულებით რას გვეტყვით? შეუძლია თუ არა ორსულს აი არიან ყოფილი სპორტსმენები, ვინც ძალიან ესე ვთქვათ, დაკავებული იყვნენ ამ
მიმართულებით და უნდა შეწყვიტონ თუ რაღაც ზომიერების პარალელში მაინც უნდა გააგრძელონ ეს სპორტული არა, ქალი რომელიც იყო ადრე დაკავებული, აუცილებელი არის რომ გააგრძელოს უბრალოდ თუ კი ის დადიოდა სპორტ დარბაზში. ქონდა გარკვეული ტიპის ვარჯიშები, მე ყოველთვის ჩემორსულებს ურჩევ რომ უნდა აიყვანონ აუცილებლად ინსტრუქტორი, რომელიც სპეციალურად მათზე შერჩეულ ვარჯიშებს, რომლებიც არ გამოიწვევს მუცლის ტონუსის მომატებას, მენჯის კუნთების დაძაბვას, ანუ არსებობს სპეციალური ვარჯიშები და მისი კონტროლის ქვეშ სასურველია. აუცილებელი არის რომ ორსულმა გარკვეული ტიპით იმოძრაოს. ეს აძლევს მას ენერგიას, უფრო მოტივირებულს ხდის. ძალიან ხშირ შემთხვევაში წელის მუცლის ტკივილებით ძალიან ადვილად ლაღდება ზომიერი დატვირთვის შემთხვევაში და ასევე რეკომენდაციას უწევთ ცურვას, იმიტომ რომ ხშირად სვავს პაციენტები და ორსულები ამ კითხვას და კი ბატონო შეგიძლიათ გააგრძელოთ. მე მაქვს ესეთი შეკითხვა, მითია თუ რეალობა, როდესაც ამბობენ რომ ორსული რაც უფრო მეც მოძრაობს, მით უფრო უმარტივდება მშობიარობაო. კი, გარკვეულწილად ორგანიზმს ამზადებს უკვე შეჩვეული გარკვეული ტიპის ვარჯიშები მშობიარობისთვის, თუმცა გადამეტებული არა, აუცილებლად ზომიერება უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ გადამეტებულ მოძრაობას, ორსულის გადახვას გარკვეული ტიპის გართულებები შეიძლება ახასიათებდეს, როგორც არის მაგალითად ტონუსის მომატება, მუცლის ტკივილი, წელის ტკივილი ან ნაადრევი მშობიარობის რისკიც. მინდა შევეხო მგზავრობის მიმართულებასაც, თუნდაც ფრენა, თუნდაც მგზავრობა. რამდენად შეზღუდულია, არის თუ არა საერთოდ შეზღუდული, შეუძლია თუ არა ფრენა ორსულს, რატო არ შეუძლია თუნდაც? უპირველეს ყოვლისა, ორსულმა ნებისმიერი მგზავრობის წინ უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, უნდა ჩაიტაროს ეხოსკოპია და თუ რაიმე განსაკუთრებული არ გამოვლინდება გარკვეულ კვლევებზე, კი რა თქმა უნდა, მას შეუძლია ფრენა, ფრენა სასურველია ელასტიური წინდების გამოყენებით, იმიტომ რომ ფრენის დროს გარკვეული ხნით ხდება ფეხების უმოძრაობა და რომ არ მოხდეს ვენური სისხლის დაგუპება ფეხებში და შეშუპების გამოწვევა. ეს რაც შეეხება სასურველია ნებისმიერ ტრიმესში მგზავრობა, თუ კი ამისი წინააღმდეგ ჩვენება არ არის, თუმცა უკვე მიახლოვებული სამშობიარობასთან უკვე ორსულმა სასურველია თავი შეიკავოს თვითმფრინავით მგზავრობისთვის მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. სექსი ორსულობის დროს. ხშირი კითხვაა სხვათაშორის. რო გითხრათ ესე თქვათ, დასაშვებია. ყველანაირი შეკითხვა ამის შესახებ არის მითი, გადაჭარბებული სიფრთხილე. სექსი ორსულობის დროს, თუ კი ისევ განმეორდები ამის წინააღმდეგ ჩვენება არ არის პარტნიორის მხრიდან ინფექციის რისკი, დასაშვებია, თუ არა აქვს ქალს გარკვეული ტიპის მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის რისკი, ან არ არის პლაცენტის წიმდებარეობა, ან რაღაცა ისეთი სამედიცინო პრობლემა, რომლის დროსაც ექიმი რეკომენდაციას არ უწევს. ასეთ შემთხვევაში კი ბატონო. გავრცელებული შიშები, ტონუსი. რა არის ტონუსი და ანუ როგორც ზოგადად მე გამიგია რომ ძალიან დიდი ხანი აქვს ზოგ-ზოგ ძალიან პატარა პერიოდი რაზე არის დამოკიდებული? დიახ, ტონუსი უბრალოდ საშუალოსნო არის კუნთოვანი ორგანო და აი ამ კუნთის შეკუმშვის შედეგად შესაძლებელი არის განვითარდეს ტონუსი, რომელიც შეიძლება გარკვეული რისკი შექმნას იმისათვის, რომ არასაკმარისი არეალი ქონდეს ნაყოფს თავისუფალი მოძრაობისათვის საშუალოსნოს ხრუში. თუმცა ტონუსი სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს გამოხატული, შეიძლება უბრალოდ იყოს და ეხოსკოპიურად გამოვლინდეს, თუმცა ორსულს არანაირი რაიმე განსაკუთრებული ჩივილები ამის თაობაზე არ ქონდეს, ან თვითონ ორსული აღიქვამდეს აი ამ ტონუსს. ნუ ყოველ შემთხვევაში გაძლიერებული ტონუსი ყოველთვის ნაადრევი მშობიარობის ერთ-ერთი რისკ ფაქტორია, ამიტომ თუ ორსულს ტონუსთან ერთად გრძნობს მუდმივად დაჭიმულობას და ეს დაჭიმულობა არ გადის მოსვენებულ მდგომარეობაშიც, ამას აქვს მნიშვნელობა. შეიძლება დატვირთვის დროს აღინიშნებოდეს ტკივილი წელის არეში, მუცლის შეკუმშვის შეგრძნება, მაგრამ მოსვენებულ მდგომარეობაში ეს ყველაფერი უნდა გადიოდეს. და თუ არ გადის, ეს აუცილებელი მიზეზი არის, რომ ექიმთან ვიზიტის და დროული საჭირო მკურნალობის ჩატარებისათვის. რატომ ხდება თვითნებური აბორტი პირველი ტრიმესტრის დროს? პირველ ტრიმესში ძალიან ხშირი არის ზოგადად ქრომოსომული ანომალიები, თუ კი ემბრიონი არ ვითარდება. ყველაზე ხშირი მიზეზი პირველ ტრიმესში, ესე ვიტყოდი, თვითნებითი აბორტის არის თვითონ ემბრიონის დნმ სტრუქტურის არასწორი განვითარდება და თვითონ როდესაც ორგანიზმი ხვდება, რომ ემბრიონი არასწორად ვითარდება, ის თვითონ წყვეტს ამ ორსულობას. ასევე სხვა მიზეზი შესაძლებელი არის იყოს ჰემოსტაზური სისტემის გაუმართავობა, ან გენეტიკური, ან შეძენილი თრომბოფილია. მაგრამ ძირითადად აი ამას ჩვენ მაინც ვამოწმებთ, როდესაც ორი ან მეტი შეწყვეტილი ორსულობა არის. პირველი შეწყვეტილი ორსულობის დროს განსაკუთრებული გამოკვლევა ორსულს არ ჭირდება, მაგრამ ორი და მეტი შეწყვეტილი ორსულობა უკვე არის ჩვენება იმისი, რომ დეტალურად ჩაუღრმავდეთ აი ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზს. სტრესი და ორსულობა.
რამდენად მოქმედებს სტრესი ორსულობის პერიოდში? სტრესი თუ ხანმოკლეა და სტრესის გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელი არის, არ არის საშიში, თუმცა ხანგრძლივი და დიდი ხანი სტრესის გავლენა ნაყოფის მდგომარეობაზე აისახება, შესაძლებელი არის განვითარდეს ნაყოფის ჰიპოტროფია, პლაცენტალური სისხლის დარღვევა მუდმივი სტრესის პირობებში და თვითონ ორსულის მდგომარეობის გაუარესება. შესაძლებელი არის მეგვიყვანოს არტერიული წნევის მომატებამდე და უფრო სხვა გართულებების ჩამოყალიბებამდე, რომელმაც შესაძლებელია ორსულობა რეალურად გაართულოს. ამიტომ აუცილებელი არის ამის კონტროლი და ოჯახის თვითეულ წევრს აქვს ვალდებულება, რომ ორსულის მდგომარეობაზე იზრუნოს, ვინაიდან ორსულობის არ დასტრესოთ ორსული. იმიტომ რომ ორსულობის დროს გარკვეულწილად ლაბილური ხდება ორსულის ნერვული სისტემა და უფრო მეტი მოთმინება მართებს თითოეული ოჯახის წევრს ვიდრე მანამდე. და გადაცემის ბოლოს არ შემიძლია არ შევეხო თემას, ეს მშობიარობის არჩევანი, ასე ვთქვათ. ადრე იყო, როდესაც მშობიარეს შეეძლო არჩევით გაეკეთებინა, ესე ვთქვათ, საკეისრო ან ბუნებრივად ემშობიარა. რა შეიცვალა და რატო, ესე ვთქვათ, აიკრძალა ესე თვითნებური საკეისრო და არა, ესე ვთქვათ, მოთხოვნადი? კი ბატონო, მე პირადად ვარ მიანი და ბევრ ორსულთან მიწევს თვითონ ორსულობის მთლიანად განმავლობაში მეთვალყურეობის დროს მათთან ყოფნა და რა თქმა უნდა, ყველა ჩემი ორსული მშობიარობს შემდეგ ჩემთან. ძალიან ხშირია, რომ პირველივე მოსვლაზე ორსულს რაღაც შეკითხვების მერე პირველად უკვე სვამს ამ კითხვას, რომ იცით ნატო ექმა, მე მინდა აუცილებლად საკეისრო. თუნდაც პირველი ორსული იყოს ეს, თუნდაც ყოველგვარი ჩვენების გარეშე. რა თქმა უნდა, მე არ უმახვილებ პირველივე კონსულტაციაზე ამაზე, თუმცა უკვე ორსულობის განმავლობაში ექიმა უნდა დაანახოს პაციენტს აუცილებლად, რომ ბუნებრივი მშობიარობის უპირატესობა ნამდვილად ძალიან დიდია საკეისრო კვეთასთან შედარებით. თუნდაც იმიტომ, რომ რეაბილიტაცია ორსულის მშობიარობის შემდეგ უფრო მარტივად მიმდინარეობს, ახალშობილიც უფრო ადაპტირებულია გარემოსთან, შემიძლია ეს ვთქვა და ნაკლები გართულებებია, რა თქმა უნდა. საკეისრო კვეთას დღესდღეობით ძალიან აკონტროლებს ჩვენი სახელმწიფოც და თითოეული ექიმიც მონდომებულია, რომ ყველა ქალმა ვისაც შეუძლია იმშობიაროს, იმან უნდა იმშობიაროს. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი შეფასებისა იმისი, თუ როგორ გამართულად მუშაობს სამშობიარო და სამშობიაროს ექიმები. თუ კი არ არის რაიმე გარკვეული ჩვენება, რომლის დროსაც რისკი ექმნება როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობას, მშობიარობა სასურველია დამთავრდეს ყველა ქალში ბუნებრივი გზით. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის ჩვენებები, როდესაც გარდაუვალია მშობიარობა და უნდა დამთავრდეს აუცილებლად საკეისრო კვეთის გზით. მაგალითად, პლაცენტის წიმდებარეობა, მაგალითად, ნაყოფის არასწორი მდებარეობა და ბევრი ისეთი გართულება, რომელიც შეიძლება ორსულობამდე დასაწყისში არ იყო, მაგრამ ორსულობის ამ მშობიარობის დროს გაჩნდა. ამას აუცილებლად აფასებს მკურნალი ექიმი და ღებულობს დროულ გადაწყვეტას. რა შემთხვევაში ხდება საკეისრო კვეთის წინასწარი დაგეგმვა? ხო, ამაზე თითქმის უკვე შევეხეთ, როდესაც არის გარკვეული ტიპის ჩვენებები და ეს ჩვენებები საკმაოდ ბევრი არის, თუნდაც მაგალითად ორჯერ გადატანილი საკეისრო კვეთა, ნაყოფის არასწორი მდებარეობა და მათ შორის ყველაზე ხშირი არის ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა, როდესაც ნაყოფი წევს და უბრალოდ რაც არ უნდა დაიწყოს მშობიარობა, ის ვერ წამოვა. პლაცენტის მდგომარეობები, რომლებიც თუ პლაცენტის წიმდებარეობა არის, შესაძლებელია სისხლდენით გართულდეს ორსულობა და ორსულობა ვერაფრით ბუნებრივი გზით ვერ დამთავრდება. ამიტომ ეს ძალიან ბევრი კიდევ სხვა ჩვენება არსებობს, რომლის დროსაც ექიმი უალტერნატივოდ წყვიდავს უკვე საკეისრო კვეთს. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც რაღაც გარკვეული შიშები აქვთ ხოლმე მშობიარობასთან, მაგრამ მაინც ეს დედა იძულებულია, რომ საკეისრო კვეთაზე რაღაც წესებიდან გამომდინარე უარი თქვას. რატო არ ვაძლევთ მას უფლებას, რომ არჩევანი თვითონ გააკეთოს? ქალს ნამდვილად აქვს ამისი უფლება, უბრალოდ მე ვსაუბრობდი იმას, რომ ექიმი, რომელიც მართავს ორსულობას და ქალი ჩვენების გარეშე განწყობილია, რომ ჩაიდაროს საკეისრო კვეთა, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ დაარწმუნოს უპირატესობაში ბუნებრივი გზით. ქალისვე სასიკეთოდ, ესე რომ ვთქვათ. თუმცა, თუ ქალს არ სურს მშობიარობა, არსებობს სპეციალური დიაგნოზით, ესეთი გამოგვაქვს საკეისრო კვეთა მოთხოვნით. და ეს ჩადებულია უკვე სახელმწიფოს მიერ, არსებობს ესეთი კოდი და ნოზოლოგია, ესე რომ ვთქვათ, და ქალი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ, მაგრამ ვერ დავარწმუნეთ, რომ უკეთესია ეს, იტარებს ჩვეულებრივად საკეისრო კვეთას და ეს საკეისრო კვეთა კეთდება მოთხოვნით. პატარა კითხვები მომამზადეთ, ბულის კითხვები, სწრაფი პასუხები, ესე ვთქვათ. აი, ყველაზე გავრცელებული მითები ორსულობაზე. ორსულმა ორისმაგივრად უნდა იკვებოს, ძალიან ხშირია, რომ ეპირებად კვებაზე მისვამენ. სექსი ორსულობის დროს აკრძალულია. თითქმის შევეხეთ ჩვენ ამ მითებს, მაგრამ კიდევ ჩამოვთვლი. ყავა ორსულობის დროს არ შეიძლება.
არის ესეთი მითი, კიდე რა? კიდე ძირითადად ეს. რა კითხვა უნდა დაუსვას აუცილებლად ყველა ორსულმა თავის ექიმს? მე ვფიქრობ, რომ ესეთი ერთი კითხვა არ არსებობს. არსებობს ნებისმიერი კითხვა, პირადად მე ჩემს ორსულებს აქვს უფლება, რომ ნებისმიერი კითხვა, თუნდაც ეს იყოს ძალიან ესეთი მისი მხრიდან ეგონოს, რომ სასაცილო უნდა დასვას აუცილებლად და პროფესიონალი მას ისე გასცემს კითხვას, აბსოლუტურად აუცილებლად ექიმმა ყველა შეკითხვას, რომელიც ორსულის სვამს, მთელი მოთმინებით უნდა აუხსნას და გააგებიოს ორსულს, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ერთი კითხვა არსებობს, ნებისმიერი კითხვა, რომელიც ორსულს ექნება, ის მის ექიმთან უნდა იყოს განხილული. რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ახალბედა დედები? დაუბრუნდები ისევ იმას, რომ ეძებენ ინფორმაციას ინტერნეტში და ვერ ხდება სწორი ანალიზი, სწორია თუ არა ეს ინფორმაცია. ამიტომ მე მაინც ყველას ურჩევ, რომ ექიმს, რომელსაც ორსული აირჩევს, ბოლომდე უნდა ენდოს და ყველა შეკითხვა, რომელიც მას იქნება, გადააკონტროლოს მის ექიმთან, დროულად დასახოს, რას გეგმავს ექიმი მის მშობიარობასთან მიმართებაში, რომ ორსული მთელი 9 თვის განმავლობაში განეწყოს ამ გზისთვის და მისთვის უფრო მარტივი იქნება ასეთ შემთხვევაში ორსულობის და მშობიარობის მართვა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო გინეკოლოგი ნატო შენგელია. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და ვფიქრობ გამოადგება ჩვენს მომავალ დედებს ჩვენი გადაცემა. ნახვამდის.